თავდაპირველად მინდა დაგისვათ შეკითხვა იმ კომენტარების შესახებ, რომელიც ახლა მოვისმინეთ ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერებისგან. ერთობაზე იყო აქცენტი, რომ გამარჯვების ფორმულაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ და ერთობლივი პლატფორმა უნდა აღდგეს. ერთი სიტყვით, ყველა წინადადებაში გამოყენებული იყო ერთობისკენ მოწოდება. თქვენ როგორ გაიგეთ ეს განცხადებები და რჩება თუ არა რაიმე შანსი იმისა, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდნენ ერთიან პოზიციაზე. არ ვიცი ეს რომელი იქნება ერთი იდეა გაიმარჯვებს თუ მეორე მონაწილეობის თუ არ მონაწილეობის, მაგრამ დღევანდელმა კომენტარებმა რაიმე პოზიტიური ცვლილებებისკენ მოგცათ თუ არა ფიქრის საშუალება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, კოალიცია ცვლილებისთვის თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, ერთობა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვამბობთ და ჩვენ ეს ერთობა არ დავტოვეთ იმისათვის, ის პლატფორმა არ დავტოვეთ იმისათვის, რომ ერთობის წინააღმდეგი ვიყავით. პირიქით, ჩვენ მოვითხოვდით მკაფიობას, პრინციპულობას და პოზიციის ხშირად არ ცვლას. ეს არის მნიშვნელოვანი და როცა დავინახეთ, რომ პლატფორმაში არ იყო ერთობა იმასთან დაკავშირებით, რაც არის საზოგადოების, პროდასავლური პარტიების ელექტორატის, პროტესტის და იმ ორი მოთხოვნასთან შეუსაბამო ასევე. და ამაში არ იყო თანხმობა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეტოვებინა აღნიშნული პლატფორმა და დღეს მე თენგო თევზაძე დარწმუნებული ვარ და კიდევ კარგი რომ თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, სხვა შემთხვევაში თუ ვინმე იქნებოდა, ესე ვთქვათ, გამოიყვანდნენ ერთობის წინააღმდეგ, ეს იქნებოდა კოალიცია ცვლილებისთვის. ერთი დაზუსტება მინდა, საერთოდ როგორ გავიგოთ ეს საკითხი, როდესაც ამბობთ, რომ პლატფორმა დატოვეთ, მაგრამ თქვენივე კოალიციის წარმომადგენელი ერთი სუბიექტი მასში მონაწილეობს. ანუ თავად ამ საკითხის გარშემო ერთობა კოალიციაში თუ გაქვთ. მოყურეთ, ჩვენი კოალიცია პრინციპულად გამოვრიცხავთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გასვლას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე და პოლიტპატიმრების განთავისუფლების გარეშე. მე სხვა რაღაც მივდივარ მან და აი პასუხი არის. ამას გამორიცხავ მთელი კოალიცია. გირჩი, დროაც და ახალიც. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პლატფორმას, ეს არ არის კოალიციების პლატფორმა. ეს შეურაცხყოფელიც იქნება იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც ახალი დაფუძნებულია. კოალიციების პლატფორმა რო იყოს, მოკლედ მინდა გითხრათ, მხოლოდ 4 ვიქნებოდით იქ. ხვდებით ხო რასაც ვსაუბრობ? და იქ 4 აღარ არის, იმიტომ რომ მაგალითად ლელოს კოალიცია დაშლილია. ხო, ოფიციალურად 2-მა სულ 3 წევრი იყო, 2-მა დატოვა. ჩვენი ერთადერთი კოალიცია ვართ, რომელიც არის შენარჩუნებლად და ესეც ვაფირებთ, იმიტომ რომ ჩვენი კოალიცია, ჩვენი შეთანხმება და პრინციპების დაცვა ახალის გირჩის დაზრუვა შემთხვევაში არის პრინციპული და ეს არის აუცილებლად გაგრძელდება. მაგრამ ეს არის პარტიების პლატფორმა, ამ პარტიებში დროა ჩვენი პარტნიორი, კოალიციის წევრი არის პრინციპულად წინააღმდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. პლატფორმის ფორმატში მონაწილეობაზე გაქვთ განსხვავებული აზრები, როგორც მივხვდით ამას. ჩვენთვის პრინციპულია ის, რომ შეთანხმება მომხდარიყო 2 თვის წინ და ეს რომ მომხდარიყო ჩვენც ახლა პლატფორმაში ვიქნებოდით, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვართ ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ მშვიდობიანობის პერიოდში ჩვენი პარტიის ლიდერები და წევრები არიან დაკავებული, ისინი არიან ოფიციალურად პოლიტპატიმრის სტატუსის ქვეშ. ნიკა გვარამია ელოდება პატიმრობას და ბუნდოვანებას. ხან ერთს რო საუბრობ, 2 თვის წინ, როცა საუბრობ, ეს სუსის შემოგდებული თემაა და ვინ როგორ ბედავთ, რომ პოლიტპატიმრებზე წინ დააყენოთ, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე დისკუსიაო, ვიდეოებიც დაიდო, საზოგადოება ამაზე მსჯელობს და დღეს იგივეს ახლა უკვე მეორე მხრიდან შემოგვიტყვია. რითახსნით ამას თქვენ? არა, მე ამას ერთი რამით ავხსნი. მე მაინტერესებს თქვა ერთმანეთისადმი უნდობლობის ხარისხი როგორია, ხო? კი ბატონო, რამდენიმე თვის წინ ლელო ამბობდა იმას, რაც ახლა თქვენ ახსენეთ. შემდეგ ამ თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად უკვე სხვანაირი პოზიცია დაიჭირა. ეს გასაგებია, მაგრამ მე სხვა რაღაცას ვკითხულობ. თქვენი ახსნა ამ საკითხვისადმი რა არის? მე მაინტერესებს ეს არის უბრალოდ პოზიციის ცვლილება თქვენთვის თუ უფრო ხისტი შეფასება გექნებათ ლელოსადმი? ეს მე დამიტოვებს თქვა გარკვეულ შთაბეჭდილებას ვიფიქროთ თქვენი თანამშრომლობის რაიმე პერსპექტივა არსებობს თუ არა მომავალში.
აი თუ თქვენ წინასწარმობაზე სხვა ეთერებში თქვენი ტელევიზიის მეშვეობით თუ დააკვირდებით ყოველთვის კოალიციას ცვლილებისთვის და უშუალოდ პარტია ახალი წევრები ვცდილობთ რომ არ ვიყოთ ხისტები. არ ვიყოთ ხისტები, იმიტომ რომ აქ წყდება ზეპარტიული საკითხი, აქ წყდება საკითხი, როდესაც ოპოზიციას უნდა დაერქვას ოპოზიცია. ეს საკითხი წყდება და მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ლელოში ძალიან ბევრი კარგი პოლიტიკოსია, ახალი პოლიტიკოსია, ახლებური ხედვის მქონე პოლიტიკოსია და ვერ გული დამწყდება, რომ ამ პოლიტიკოსებმა, ჩემი თაობის და უფრო ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა გაუშვან ის შესაძლებლობა, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რუსული რეჟიმია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს რუსული რეჟიმია და მასთან თანამშრომლობას გამოვრიცხავთ, ხალხმა გირავ არ გადაიხადა, ეგრეთ წოდებულ საგამოძიებელ ციხეში მივდივართ და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრებს, სხვა წევრებსაც, სხვა ლიდერებსაც იგივე ემუქრება. ზუსტად ვიცით ეს, მაგრამ ამ ნაბიჯს დგამთ, იმიტომ რომ ჩვენ არ დავკარგავთ მორალურ უპირატესობას ქართულ ოცნებასთან და თუ ასე გაგრძელდა საზოგადოების თვალში, ამომრჩევლის თვალში, პროტესტის თვალში, ჩვენ არ დავკარგავთ მორალურ უპირატესობას პროტესტთან. კრიტიკულ საზოგადოებას. მესმის, აი მოდით წარმოვიდგინოთ ორი ვარიანტი, წარმოდგენაც არ არის საჭირო, ვხედავთ ამ ორ ვარიანტს. იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად ორი პოლიტიკური ძალა და სხვებიც, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა, თქვენი კოალიცია, კიდევ სხვა პარტიები, ვინც ემხრობა ბოიკოტს. ესენი არ გადიხართ არჩევნებზე, მაგრამ გადის გახარია და თქვათ თეორიულად, თუ კი აქეთკენ საბოლოოდ გადაიხრება ლელო, გადის ის. ასეთ შემთხვევაში ვიღებთ სურათს, როდესაც ვერც მათ ექნებათ წარმატება. და მეორე მხრივ შეიძლება დაზიანდეს პროცესიც. ამიტომ, როდესაც ერთობაზე მიდის ლაპარაკი, ამ სიტყვას თქვენც იყენებთ, ლელო ძლიერმა საქართველოს დღესაც რამდენჯერმე გაიმეორა. მაინტერესებს რა სივრცე არსებობს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ყველა ერთად, ან ერთი იდეის მხარეს, ან მეორე იდეის მხარეს, შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა და როგორ? მე დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია და ჩვენ ყოველდღიურად განვიხილავთ პარტიაშიც და კოალიციაშიც აღნიშნულ საკითხს. ასევე გვაქვს ჩვენს, ასე ვთქვათ, პარტიის ლიდერებთან, რომლებიც ციხეში არიან კომუნიკაცია. პირდაპირ გეტყვით. ეხლა რომ ვიყოთ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონკურენციაში და ეს პერიოდი გვედგას. სიამოვნებით პირიქით წავახალისებდი, რომ ლელო და გახარიას პარტია შევიდეს ამ არჩევნებში. გულწრფელად წავახალისებდი. იმიტომ რომ ეს პარტიები ძალიან მნიშვნელოვან ელექტორალურ ზარალს განიცდით. მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობ. რას მოგცემთ ეს თქვენ? ახლა ვსაუბრობთ, არა, მე დარწმუნებული ვარ. თან ერთადერთი რითაც ოცნება ყოველთვის სარგებლობდა. მე 20-21 წლებში, როდესაც ეს შესვლა არ შესვლის საკითხი იყო ამ შემთხვევაში პარლამენტის, ვიყავი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მხარს არ უჭერდი პარლამენტში მაშინ შესვლას, ვინაიდან ოპოზიცია უნდა გამოჩენილიყო ერთხელ და სამუდამოდ თანმიმდევრული და პრინციპული. ახლაც რო ეს შანსი გაუშვათ ხელიდან. ბიძინა ივანიშვილის დამარცხება დროში ძალიან გადაიდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ თანმიმდევრულები, მნიშვნელოვანია ყური უგდოთ პროტესტს და მნიშვნელოვანია, აი წარმოიდგინეთ ვახო, თქვენ როცა გაქვთ ორი მოთხოვნა და ეს მოთხოვნა არის პატიმრების განთავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ქართულ მოცნებას აქვს ერთი მოთხოვნა, რომ მოდი ამ არჩევნებზე შემეჯიბრე, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს. და როცა შენეუნები, რომ კარგი ამ არასამართლიან არჩევნებში, კრიმინალურ არჩევნებში შეგეჯიბრები, იმ ორ მოთხოვნას რატო დაგაკმაყოფილებს? თან ისეთი რეჟიმი, რომელიც არის ქურდული რეჟიმი, კრიმინალური რეჟიმი. მესმის, მაგრამ აი სხვა რამ ვიკითხე, გააქვთ თუ არა რესურსი, ან არსებობს თუ არა ასეთი სივრცე და რესურსი, რომ გამოინახოს ლელოსთან ისეთი საერთო ენა, რომელიც არ დააზიანებს პროცესს. მაგალითად, ის შეიცვლის პოზიციას, ან თქვენ მონახავთ რაღაც გზას ისეთს, რომ ოპოზიციის ერთობას შეუწყობს ხელს. რაღაც საკითხზე, ეს საკითხი არის ან მონაწილეობა, ან არ მონაწილეობა. პარტია ლელო თუ ღიად იტყვის, რომ ის არაპირებს ამ კრიმინალურ არჩევნებში მონაწილეობას და არ შეუწყობს ხელს ქართული ოცნების ლეგიტიმაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. და დღეს ნახეთ ბრიტანეთის საელჩოს განცხადება, ხო? ფაქტობრივად მარტო დაკვირვება კი არ აგზავნეს, კვალიფიციური დამკვირვებლების ყოფნაც აგზავნეს უბანზე. გამორიცხულია ამ პირობებში ვინმეც რამე გამოგლიჯო, თუ შეიძლება რომ რაიმე გამოგლიჯო. აქედან გამომდინარე, კოალიცია ცვლილებისთვის მზად არის. თუ ლელო იტყვის იმას, რომ ის არაპირებს ამ კრიმინალურ არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ დავჯდეთ
როგორც სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაში, ასევე სხვა იმ შესაძლო პლატფორმებში, რომელიც იარსებებს და კაცრად დავიცავთ ყველა პირობას. იმიტომ რომ კოალიცია ცვლილებისთვის არასდროს არც ერთი პირობა არ დაურღვევია და ვერც ვერავინ იტყვის, რომ ეს პირობა დაარღვია. ეს არის ჩვენი წითელი ხაზი. ვახო, წითელი ხაზია. ამ ნაბიჯ უკან არ გადმოვართ. ამის იქით ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ საარჩევნო მიმართულებით რა უნდა შეიცვალოს, საგარეო საქმე. კი ბატონო, ერთი შეკითხვა ასეთი ნიკა გვარამია დიდი ამის ალბათობა რომ აღმოჩნდეს ციხეში და ის იყოს თქვენი კოალიციის მესამე ლიდერი, ვისაც საპყრობილეში გაგზავნიან, მიმდინარეობს თუ არა მისი მონაწილეობით რაიმე კონსულტაცია ან არის თუ არა ამის შესაძლებლობა ამ დღეებში, რომ თქვენი ლიდერი შეხვდეს ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ხომ არ ყოფილა ასეთი შეხვედრა, ან ხომ არ იგეგმება, რომ ეს საუბარი ტელეეთერებიდან კი არ იყოს მხოლოდ, არამედ იყოს პირისპირ და რაიმე გადაწყვეტილებამდე მიხვიდეთ, ან საფუძველი მაინც ჩაეყაროს ამას. მე იმას არ ვამბობ, რომ გარეთ დარჩენილებს არ შეგიძლიათ კონსულტაციები, შეგიძლიათ, მაგრამ მაინც როდესაც ორი ლიდერი ციხეშია და მესამეც მიდის, მე შეიძლება ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდეს. ლოგიკური შეკითხვა და სულად ასახავს კონტექსტს, რა თქმა უნდა. დღეს თქვენ ალბათ თანმიმდევრობასაც და ნახავთ, ხო? ორივე ის კოალიცია თუ პარტიის ლიდერი, ამ შემთხვევაში პარტიის ლიდერი ნიკა გვარამიაც შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და ბატონი ბადრი ჯაფარიძეც შეხვდა ხალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ეს ნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის ნაწილი არ ვართ, გადაიდგა. ეს ამას ემსახურებოდა, რომ მერე პირისპირ შეხვედრა მოხდეს. თუ უყურეთ ძალიან მცირე დროა დარჩენილი პროკურატურის განცხადებას თუ დავეყნობით, 13-ში დიდი ალბათობით პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. 13 არც ითვლება, იმიტომ დილის 11 საათზეა სასამართლო პროცესი. ჩვენ მზად ვართ ყველანაირ ფორმატში შეხვედრისთვის, უბრალოდ ეს შეხვედრა უნდა ემსახურებოდეს რეალურად ერთობის მხარეს და საზოგადოების ინტერესის მხარეს გადადგმულ ნაბიჯებს და არა იმას, რომ შემდეგ, როგორც აქამდე ხდებოდა, წარმოიდგინეთ ამაზე რომ ორი თვით ადრე გვემსჯელა და გვედისკუსია, ხო ეხლა წინ იქნებოდა საქმე წაგდებული. ოპოზიციაში ხო არ გამოჩნდებოდა, რომ რაიმე სახის განსხვავებები და განხეთქილება არსებობს. სამწუხაროდ ეს შანსი გაუშვეს. მე პირდაპირ გეტყვით, არ გვიპასუხა, სუსი შემოგდებულიაო ჩვენზე ამბობდნენ და ჩვენგან ვერც ერთ ლიდერს ვერ ნახავთ, ვინც ამაზე პასუხი გასცა. ასევე პოლიტპატიმრებიო მეორე პლანზე გადაწიესო, ესე ამბობდნენ და ვერც ერთ ლიდერს ვერ ნახავთ, რომ ამაზე პასუხი გავეცი. სამწუხაროდ დღეს უყურებთ კიდევ თავდასხმას. მიუხედავად ამ თავდასხმებისა, რაც ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაზიანებს, მიუხედავად ამ თავდასხმებისა, ჩვენ თავდასხმით არ ვპასუხობთ და ვეუბნებით. მიიღონ მათთვის პოლიტიკურად მათთვის ადეკვატური კონტექსტის გათვალისწინება. სხვა შორის თუ დაუკვირდებით და ნუ დაკვირვებული ხართ თქვენ, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია ლელოსი არის ამგვარი. ის იტოვებს შესაძლებლობას, რომ ბოიკოტში შემოგიერთდეთ და არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ის არ ამბობს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს. ის ამბობს, რომ ამაზე იმსჯელებს. მენი აზრით გადაწყვეტილი აქვს. აი, მაინტერესებს ყველაფერი მიდიოდა ბოლო დღეების გამოკლებით იქამდე, რომ თითქოს და გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ ეხლა მე არ ვისაუბრებ იმაზე, რაზეც თვითონ არ საუბრობენ, ღიად, ჩემგან არ იქნება კორექტული. რას გულისხმობ? რა თვითონ არ ამბობენ, რომ შედიან თუ არა და ეხლა როგორ დავაბრალო, ან ერთი ან მეორე, ხო? მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კონსტრუქციულობის ფარგლებში, ურთიერთპატივისცემის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ გვექნება ჩვენი სამოქმედო სტრატეგია. გამორიცხული აი კვლევებზე რომ მიდის აპელირება. ხო, ალბათ შეიძლება თქვენთვისაც არის ინსაიდერულად ცნობილი ამ კვლევების ნაწილი. ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერს ისედაც 16% აქვს ამ გაყალბებული არჩევნებით მიღებული 6 ოლქში 10-დან და დანარჩენში 13 და 14%. და ახლა მათი კვლევები 18-დან 20%-მდე. აი ჩვენს გარეშე როგორ უნდა გამოგვლიჯონ თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, სხვა მუნიციპალიტეტები. ყველაფერს გავაკეთებ და ვიმოქმედებთო ეს რას ნიშნავს? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებ და ვიმოქმედებთ, რომ ამ არჩევნებს ვინც არ უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა, არ კონდეს ლეგიტიმაცია და ეს არჩევნები ჩვენ დაუპირისპირდებით პროცესს და ეს არჩევნები, როგორც აქამდე 26 ოქტომბრის არჩევნები იყო არალეგიტიმური, ეს არჩევნებიც იყოს არალეგიტიმური, ეს არჩევნები უკვე არალეგიტიმურია, საზოგადოება მათ შორის ევროპის
რეგიონალური ასამბლეა, რომელიც ამბობს ევროპის საბჭოს რეგიონალური ასამბლეა, რომელიც ამბობს, რომ ვერ ჩაითვლება ეს არჩევნები სამართლიანად იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდა მანამდე, ან საარჩევნო ადმინისტრაცია და თლიანად პროცესი არჩევნების არ შეიცვალა, ამ პირობებში სად შევდივართ? ეუთოუდის სადამკვირვებლო მისია და სადამკვირვებლო მისიების მოწვევას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ აპირებს ქართული ოცნება. ფაქტობრივად აკრძალულია დაკვირვება და დაკვირვებასთან ერთად აკრძალულია პროფესია თქვენ კიდეც რო დრო გვეწურება, ამიტომ მინდა მოვასწრო ეს ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის და ეს ისედაც გაკეთებულია, ეს არჩევნები საზოგადოების თვალში უკვე არის დაზიანებული და ეს ჩვენ კი არ გავაკეთეთ. ქართულმა ოცნებამ გახარიას მონაწილეობას შეუძლია ზიანის მიყენება. ვერანაირად გახარია უნდა ჩამოყალიბდეს და მისი პარტია, რომ ის პარტია არის თუ არა რეალურად ოპოზიციაში. გულწრფელად გითხრათ, ერთ-ერთ არხზე კრიტიკული მედიის ოპოზიციურ არხზე ერთ-ერთ წარმომადგენელს 2 თუ 3 დღის წინ უსმენდი, რომ არ მცოდნოდა ვინ საუბრობდა, ვიფიქრებდი რომ დინარაძე საუბრობსო, საუბრობდა რაღაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობის რაღაცა deep state რაღაცებს, სრულიად გაუგებარი მესიჯები, ჩემი აზრით მათ უნდა დაალაგონ ჯერ ერთი მესიჯები, ვის რას აბრალებენ, ოპოზიციას უფრო აკრიტიკებენ ვიდრე ოცნებას, ეს ერთი, მეორე, მათ უნდა დატოვონ მე რო ვაკვირდები მათ, ყველა მათგან ჯერ ქართულ ოცნებას დატოვებული არ აქვს. ოპოზიციაც ვერ თვლიან თავს. არა, გულწრფელია შეხედეთ. პირდაპირ გეტყვით, ეხლა არ გვინდა კიდევ ერთხელ არ ვესხმით თავს. სახელს დინარაძეს ვორდინგი დატოვებული არ აქვს, ანუ გულისხმობთ, რომ იქ უნდა მენტალურად და ტვინით იქ არის რა. კარგი, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის.